გამშვიდობისა ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. ლაივში ვარ დედიკო და ჩუმად იყავით ცოტა ხანი, ხო? დაიწყო დღეს, მეოთხე კვირაა და 4 დღიანი შიმშილი დაიწყო დღეიდან 4 დღე. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები იწყება ორგანიზმში სერიოზული, ანუ გამოვლინებადი არის ასევე მაგალითად როგორც არის ჰერპესი, ყველა შიმშილობის დამთავრების შემდეგ გამოვლინდება ჩემთან პირადად ჰერპესი. ზუსტად ვერ გავიგე, რასთან არის დაკავშირებული ჭამის დაწყებასთან თუ შიმშილთან და ამისათვის მე დღეს მივდივარ ექიმთან, უნდა მივმართო, რას იტყვის ექიმი, მაინტერესებს მისი აზრი. თუმცა მისი აზრი შეიძლება არ იყოს მართებული, თუმცა მაინტერესებს მაინც მისი აზრი. ასევე მინდა გავარკვიო ის, თუ რა ცვლილებები მიდის ორგანიზმში, აი მაგალითად სისხლის ანალიზის სახით, როდესაც ვიწყებ შიმშილს და როდესაც ვამთავრებ შიმშილს და ამის ნიადაგზე, ვთქვათ, რას გავიგებთ მე და ექიმი. მე ჩემი დაკვირვების ნიადაგზე შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი არსებობს ესეთი რამ, როდესაც შიმშილობ თავს გრძნობ ძალიან კომფორტულად და კარგად, როდესაც ვიწყებ ჭამას, მაშინვე ვაგდებ ორგანიზმს სტრესში რა, ანუ როგორ გითხრათ, დისკომფორტი შეიგრძნობა ჭამის პერიოდში, ორგანიზმის დისკომფორტი. არსებობს ესე იგი სხვადასხვა სახის ალერგიული და გამოვლინებები ჭამის დროს და საკვებში არის სხვადასხვა ნივთიერებები, რომელზეც შეიძლება ადამიანი იყოს ალერგიული და აი ეს იწვევდეს დისკომფორტს და ორგანიზმისთვის სტრესს. ამაზეც შეიძლება გაკეთდეს მაგალითად დაკვირვება, თუ რომელი საკვების მიმართ ვართ ალერგიული, ან რომელი ემულგატორების მიმართ ვართ ალერგიული. აი უყურებთ თქვენ ჰერპესია. ჰერპესი არის დაქვეითებული იმუნური სისტემის ნიადაგზე გამოვლინებული ვირუსი, რომელიც ჰაპილოვირუსებს მიეკუთვნება. ჰაპილოვირუსები სხვადასხვა სახის არსებობს, მეგობრებო, და ზოგი არის ესე იგი საშიში, ზოგი არც თუ ისე საშიში, იმუნური სისტემის გაძლიერების შედეგად ისინიც ქრებიან. აქედან გამომდინარე, დავაკვირდები ახლა მე თუ რა შეიძლება იყოს ამ ჰაპილოვირუსის გამომწვევი მიზეზი ჩემს ორგანიზმში, როდესაც ვიწყებ კვებას. როგორც კი ვიწყებ შიმშილს, ეს ჰაპილოვირუსი ქრება, აქამდე ესე იყო და ეხლა დავაკვირდები კიდე ამ შიმშილზე თუ გაქრება. ესე იგი თუ გაქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლი თავისით ერევა ამ ვირუსებს, ზედმეტი დანამატის ჩარევის გარეშე და მნიშვნელოვანია, ვინც ვთქვათ ჰერპეს ვირუსები და ამ ჰაპილოვირუსებით ხშირად იტანჯება ხოლმე რა, ეს საკითხი, რომ ეხლა ერთ-ერთმა მომწერა მაგალითად, რომ შიმშილით და დაკვირვებით ერთ-ერთის ქვისლმა დაამარცხა ცეროზით. მე პირადად ვიცნობ ადამიანს ერთ-ერთი შიმშილის ნიადაგზე, 40 დღიანი შიმშილის ნიადაგზე დაამარცხა სიმსივნე. და შიმშილით მრავალი რაღაცის დამარცხება შეიძლება, იმიტომ რომ აქ ენერგიები თავის ადგილზე დგება და ძლიერდება როგორც ესე იგი იმუნური სისტემა კი არა და
მენტალური და სულიერი მდგომარეობა ძლიერდება და აი ამის ნაკრულობის შედეგად ვიცით ჩვენ რომ ადამიანებს ფიზიკური სისუსტეები გამოუვლინდებათ ხოლმე, ხო? როდესაც სულიერი და მენტალური ენერგეტიკული ჩავარდნა აქვს ადამიანს, ხო? განკურნების პროცესში მრავალი დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, აი გაიხსენეთ იობის პროცესი რა. როდესაც იობი ეჩხუბება ღმერთს. ყველანაირი დაავადება თითქმის გამოუვლინდება იობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მენტალური და სულიერი გაწონასწორებით იობი ამარცხებს ყველანაირ დაავადებას და ქმნის ახალ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ ეს შიმშილი არ არის კარგი და არ რაღაცა ჩემს სხეულს სტრესში აყენებს, მაგრამ მე ვფიქრობ ასე რა, ყველანაირი განკურნების პროცესში სხეული იწყებს სხვადასხვა სიმპტომების გამოვლინებას, რომლებიც იყო უბრალოდ დაკაფსულებული, ჩაბუდებული და ამა თუ იმ პროცესში, როდესაც უკვე ძალიან სუსტ მდგომარეობამდე მივიდოდა ორგანიზმი, გამოვლინდებოდა ადრე თუ გვიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი იწყებს აი ესეთ შიმშილის აქტივიზაციას, ანუ გააქტიურებას, თავისთავად ვლინდებიან ის დაკაფსულებული დაავადებები, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც იჩენდნენ თავს, ხვდებით? ამიტომ ჩემი აზრით, ხო, თუ რაც უფრო ახალგაზრდა ადამიანი, მით უფრო ამას უნდა მიაქციოს ყურადღება და გამოყაროს ეს დაავადებები გარეთ, ვიდრე სიბერეში მერე როდესაც არც ენერგეტიკული და არც მენტალური და არც სულიერი ძალა არ შეგწევს იმის, რომ ამ დაავადებებს მოერიო. ჩემი აზრით, ამაზე ექიმებმა არ უნდა შეგვაშინონ, იმიტომ რომ ეს არის ახალი პროცესი, რომელსაც ჩვენ განვიცდით, აი მე პირადად ჩემ თავზე ვიღებ აი ამ პასუხისმგებლობას, რომ მე ვაკვირდები ჩემს თავს რა. თუ ექიმი დამეხმარება კარგია და თუ არ დამეხმარება, ჯობია რომ არ შემაშინოს და აი არ მითხრას, რომ ესე არ შეიძლება, შიმშილი არ შეიძლება. ხვდებით? პირიქით, მე ვურჩევ ამ ექიმს, რომ მე გავდივარ ამ გზას და დამეხმაროს როგორც შეუძლია ისე. ხვდებით? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებებით, ანუ ხშირად მე ჩემ თავზე განვიცდია ესეთი ექსპერიმენტები, რომელიც გამართლებულა რა, აი მაგალითად ჩიყვის განკურნებით, თუნდაც აი სიმსივნური უჯრედების განკურნებით, ხო? ეს არის რა, იცით, შიმშილით არ მიცდია მე სიმსივნური უჯრედების განკურნება, მე სხვა მეთოდები ჩავთე. მაგალითად, ჰიროდოთერაპია და ოსტეოპათია ჩავთე. რის ნიადაგზე სისხლი იწმინდება და ძლიერდება და სისხლის გაძლიერებით, რა თქმა უნდა, ეს მთელი დაბინძურებული ნახევრად ჯანმრთელი უჯრედები იწმინდება, ხო? სისხლში ნახევრად ჯანმრთელი წითელი ბურთულაკები, არ ვიცი ხო ზუსტად ტერმინოლოგიით ვერ გეტყვით მაგას რა. ხო და როდესაც აი ესეთი დაავადებები გამოვლინდება, აი მაგალითად ჰერპესი, არსებობს კიდე სხვა ვირუსი, რომელიც ჰერპესის სახით გამოვლინდება საშვილოსნოს ყელზე, ხო? აი ამ ვირუსზე მქონდა მე საუბარი, როდესაც ამოკვეთას უპირებდნენ ამ ვირუსს, გადავწყვიტე რომ მე ჩემი მეთოდებით მემკურნალა და სხვათა შორის წარმატებულადაც ვიმკურნალე. შემიძლია გითხრათ, ვისაც აი ეს ვინც ამ პრობლემის წინაშე დგახართ, ხომ? მომმართეთ და მე მოგცემთ მიმართულებას, მე რა გავაკეთე და რომელ ოსტეოპათთან და რომელ ჰირუდოთერაპევტთან ვიარე, გესმით? აქედან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით, თუ თქვენ არ გაქვთ მენტალური შიში, რომ აი მე მართლა რაღაც და მე მართება ამას თუ არა ამოვიკვეთ და რაღაცა, მაშინ შეგიძლიათ ამ გზას მიმართოთ, რომელ გზასაც მე გთავაზობთ. და მენტალური და სულიერი არსებობს, ესე იგი, ჰელმინითები, ანუ წყურველები კი არა და ჰელმინითები, ხომ იცით რაც არის, ხო? ბავშვებში ხშირად ეს
ჭიები, რომლებიც ღრიან და გწოვენ. მაგრამ არსებობს მენტალური და ასტრალური სხეულის ჰელმინითებიც არსებობს, მეგობრებო, რომლებიც გწოვენ. აი მაგალითად, რასაც ეძახიან ხოლმე, თვალი მაქვს აღებული. აი ეს თვალი ძირითადად რომლის მიერ ვიღებთ, ანუ რომელი ადამიანის მიერ ვიღებთ, ეს არ ვიცით, შეიძლება ადამიანი თავის მიერაც იღებდეს თვალს. ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან ვიღებთ. თავარია ამ თვალის აღებაში, შურის გამოგზავნაში ჩვენს მიმართ, წყებლის გამოგზავნაში. არსებობენ ადამიანები, რომლებთაც უბრალოდ შენი სიკეთეს შურს შეიძლება სულ არ გიცნობდნენ, განსაკუთრებულად აი ესეთი აქტივისტები, ვინც ვართ, ხო? ამათ ყავთ ხოლმე ესეთი ჭიები რა, მენტალური ჭიები ყავთ, რომლებიც ესევიან გარედან და სულ არ არის საჭირო ადამიანს გადაიყარო გზაზე, აი აქედან უკვე ვირტუალური საშუალებითაც უკვე იკიდებენ ესეთ ჭიებს რა. აქედან გამომდინარე ჩვენ, ანუ ვინც ჩანვართ იმ ადამიანებს და ვინც აქტივისტები ვართ, იმათ უფრო მეტი ბრძოლა უწევთ ხოლმე ამა თუ იმ საკითხებში, აი მაგალითად თუნდაც მენტალური ჭიების მიერ დაზიანებული შენი ასტრალური სხეული მერე გამოისახება ხოლმე ფიზიკური სხეულის დაზიანებაში. და როდესაც უკვე ფიზიკურ სხეულში გამოვლინდება ესა თუ ეს ვირუსი, ხომ, უკვე ვიცით ჩვენ, რომ ძალიან ბევრი მტერია გარე სამყაროში რა, ჩვენს მიმართ. აქედან გამომდინარე, ანუ ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც ახლა მიმდევარი არის ამა თუ იმ აქტივისტის, თუნდაც ეზოთერული დამრიგებლისთვის, ხომ, უნდა იცოდეს ის, რომ ამ ადამიანებს არამხოლოდ იმაში ეხარჯებათ ენერგია, რომელიც საუბრისგან მიდის და აი ამ ენერგეტიკის გამოთავისუფლებისგან მიდის, არამედ ეხარჯებათ კიდევ დაფარულში უამრავი ენერგია იმ ხალხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომლებიც არიან შურით განწყობილი. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველოში განსაკუთრებულად არის ეს შური და ბოღმა მოდებულიც, განსაკუთრებულად. აი მე პირადად ამას უგრძნობ, როგორც საკუთარ სხეულზე, როგორი განსხვავება არის, როდესაც მე ვარ გერმანიაში და როგორი განსხვავება არის, როდესაც მე ვარ საქართველოში ხოლმე. კიდევ ერთი რამე მინდა დავამატო, აი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით. ხელფეხ შეკრული ადამიანების ალბათ გაგიგიათ, რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ. აი მე მაგალითად მინდა ამის გაკეთება და ვერ ვაკეთებ, ხელფეხი მაქვს შეკრული. ეს არ არის ტყუილი და ვიზუალური გამოთქმა, მხოლოდ ილუზიური გამოთქმა. ეს გამოთქმა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და აბსოლუტურად არსებული, იმიტომ რომ როდესაც მე საქართველოში ჩამოვედი, მარტო საქართველოში ერთხელ კი არ ჩამოვედი, რამდენჯერ ჩამოვსულ ვარ საქართველოს. ერთი წუთი ნიკო, იოანე. გესმის? რამდენჯერმე ჩამოსულ ვარ საქართველოში და ყოველთვის მიგრძნია ეს, რომ საქართველოში ქართველი არის ხელფეხ შეკრული. მარტო რო არავის არ გადაეყარო, ჰაერში იგრძნობა ეს, რომ რაღაცა არის ამ საქართველოში. ჩემს მეუღლეს, მაგალითად, ჩემი მეუღლე არის გერმანელი. მას არ აქვს ხელფეხი შეკრული. იმიტომ რომ ის გერმანელია და ქართველზე არის ესეთი რაღაც რა. ხშირად მithქვას ჩემი მეუღლისთვის, რომ საქართველოში როცა ვარ, აი იმ პერიოდში სანამ გავეცნობოდი ამ სამყაროს, ეზოთერულ სამყაროს, აქ რა ხდება. ვეუბნებოდი ხშირად რა, რომ აქ როცა ვარ საქართველოში, ხო? ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, ანუ ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ბუშტში ვარ გამოკეტილი, აი ამ ბუშტიდან ვერ გავდივარ. აი რაღაცა პლაზმაში ვარ გამოკეტილი, საიდანაც მე ვერ გავდივარ და ვერ ვახერხებ გასვლას. არ შემიძლია აქედან გასვლა. ანუ ხელფეხი შეკრული მაქვს, ხო? მაგალითად, თუ გერმანიაში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავადგილდები ძალიან ადვილად და ვაგვარებ საკითხებს, საქართველოში მიწევს გერმანიაში თუ მოვაგვარებდი ერთ დღეში ამ საკითხს, საქართველოში მიწევს ერთი თვე ამაზე ბრძოლა. ხვდებით? ეს არის ხელფეხ შეკრულობა და მებრძოლი ადამიანისთვის უბრალოდ დრო გაწელილი, თორე ვინც მებრძოლი არ არის, მეგობრებო, იმას საერთოდ არ გამოსდის. არც ერთი თვის მერე და არც ერთი წლის მერე. იმიტომ რომ მაღალი მენტალური ენერგიის არ მქონე ადამიანებს ამის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლიათ. ეს არის ჯადო.
რომელიც ქართველ ადამიანზე არის გაკეთებული საქართველოს ტერიტორიაზე, რათა მათ არ ქონდეთ ადვილად რაღაცეების გარკვევის და გაკეთების უნარი, ამიტომ ყველა გარბის და იქ გრძნობს თავს კარგად. ხვდებით? აი, საიდან გამომდინარეობს ეს ჩვენი გაქცევა საქართველოსთან. აქ არის ჩარეული უძლიერესი ჯადოქრები არიან ჩარეული. მე პირადად ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, თუ როგორ ქირაობენ საქართველოს ქართველების მასშტაბით ჯადოქრებს და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, თურქეთის მასშტაბით ქირაობენ ჯადოქრებს, უძლიერეს ჯადოქრებს, რომ ეს ჯადოები გააკეთონ საქართველოს თავზე რა. ეს არ არის რაღაცა სისულელე, იმიტომ რომ ყოველთვის მიმართავდნენ ჯადოს, როდესაც ბრძოლები იწყებოდა. აი ნახეთ, ჩვენი წინაპრების წინა საუკუნეების ხო დაწყებული ეს სულერთია ახლა რა მილიარდობით წელი ცხოვრობს ადამიანი, ახლა ვიღაცა დამცინებს რა სისულელეაო, მაგრამ გეუბნებით რომ მილიარდობით წელი გამოცდილება აქვს ადამიანს რა. ეს არ არის მხოლოდ რაღაც 5000 წელი და 10000 და 15000 წელი კაცობრიობის დედამიწაზე გამოცდილების. აქედან დაწყებული ყოველთვის იყო ჯადოქრობა იყო და დღეს განსაკუთრებით ჯადოქრობა არის. ახლა აგერ გამოვიდა უკვე მასმედიაშიც გამოვიდა ეს ჯადოქრული ჩარევები, ხო? როგორ აკეთებენ და როგორ მიმართავენ. არ გეგონოთ რომ ჩემს წინააღმდეგ ისა რა ქვია ხელფეხდაკრეფილები ზიან ეს გადადებულები და არ მიმართავენ ამ ჯადოებს. უამრავი ჯადო არის ასევე ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული, მაგრამ ადამიანი რომელიც ქრისტესნიერია, ხო, მას ზეციური ძალები იცავენ. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავისთავად ეხლა ბრძოლაში რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეომარი, ხო, შეიძლება კიდევაც დაეცეს, იმიტომ რომ სადღაც ძალების გამოცლა ხდება, ძალების გამოლევა და ამას რეგენერაცია სჭირდება დღეს უკვე ყოველდღიური რეგენერაცია სჭირდება მეომრის ბრძოლაში გააქტიურებას. ყოველ შემთხვევაში ხა თქვენ შეიძლება ეს წარმოუდგენლად მიგაჩნდეთ, მაგრამ მე პირადად ყოველდღიურად ბრძოლა მიწევს, ყოველდღიურად ბრძოლაში ვარ. ეს არის უხილავი ბრძოლა, რომელიც შეიძლება თქვენამდე ძალიან გვიან მოვიდეს, მაგრამ ეს მოვა თქვენამდე მაშინ, როდესაც თქვენ ჩადგებით ჩემს მდგომარეობაში და დაიწყებთ მეომრები გახდებით, გესმით? როდესაც თქვენ მეომრები გახდებით, მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს მე ეხლა რასაც ვამბობ და რასაც გაწუდით თქვენ რა ინფორმაციასაც. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ, ხო, აი ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ძალიან მტრებით ახსავსე ხალხი ვართ. გარემტერი ძალიან მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ. გინდა ეს ხილული თუ გინდა ეს უხილავი რა. აი კარგად არის აღწერილი ქაჯეთის ციხის აღებაში როგორი უხილავი მტრები არსებობენ, არსებობენ ეს მტრები. რეალურად ეს მტრები არსებობენ. ისეთი მტრებიც არსებობენ, რომელსაც ვერ ვხედავთ ხალხო. განსაკუთრებით აი ეს ჯადოქრების მიერ გამოთვლილი კი არა და დაბადებული ეს ჯადოები. ჯადოები არიან ცოცხალი არსებები, რომლებიც ისინი არ კვდებიან თუ არ დაიწუნენ. ანუ ისინი სულ არსებობენ რა, თუ არ დაიწუნენ რაღაცა ძალის მიერ. დაწვა კიდე ხდება, როდესაც გააქტიურებ შენ პოზიტიურ ძალებს და სიყვარულის ძალებს გააქტიურებ. და ამიტომ ებრძვიან ხოლმე ძალიან მაგრად სიყვარულს, როდესაც აი მაგალითად ქალვაჟი ხდება ერთმანეთს და ისინი ოდითგანვე რა ძალიან ბევრი ლიტერატურა დაწერილა, თუნდაც მურმანის ეკალის სახით როგორ უშლის ეს მურმანის ეკალი ამ სიყვარულს ხელს, ხდებით და რატომ იცით? რაც უფრო მაღალი სიყვარულის დონეა რაღაცა კონკრეტულ ადგილზე, ხო? ეს აქ დედამიწა იქნება თუ სხვა ადგილი იქნება, ხო? მით უფრო იწვება ეს ბოროტი ჯადოს ძალები. ყველანაირი ჯადო ნადგურდება და ამიტომ არ აწყობ და ამიტომ ყოველთვის ხელს უშლიან ხოლმე სიყვარულს, როდესაც ჭეშმარიტი სიყვარული წარმოიშობა რა. ეხლა მე არა მაქვს იქ მრუშობის სიყვარულზე და აი ხორციელ სიყვარულზე. ხორციელი სიყვარულის დონეზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მიჯნურობის დონეზე, ხდებით? აი მანდაც დიდი განსხვავება თუ კი თქვენ გამოიკვლევთ ისევე ვეფხისტყაოსნი და რას ნიშნავს მიჯნურობა რა.
და მიჯნურობის დონეზე, როდესაც ადამიანები დააფიქსირებენ ხოლმე, რომ ეს სიყვარული სადღაც არსებობს, ეგრევე იქ მიდიან და როგორც ესე იგი ჯოჯოები ეტაკებიან ხოლმე აი ამ ორ ადამიანს და ცდილობენ რომ ეს ორი ადამიანი გაანადგურონ, ჯერ დააშორონ ერთმანეთს, გაანადგურონ, ხელი შეუშალონ ამათ შეხვედრას. ნუ მოკლედ ძალიან დიდი ბრძოლები მიდის რა. ეხლა რაც შეეხება მე ამ სიყვარულის ძალაზე, ხო? მე განა ისევ საუბრობ, რომ აი ხალხო მოძებნეთ თქვენი მეორე ნახევრები. ყველაზე მაგარი მეორე ნახევარს თუ იპოვით, ხო, ყველაზე მაგარი დამცავი საშუალება არის, რომ სიყვარულზე მალვა უნდა. აი ეს არ გაანდოთ არავის რა. შეინახეთ ეს სიყვარული თქვენთვის, იცოდეთ ვინ არის ეს პიროვნება, საიდანაც მოდის ეს ძალა, სიყვარულის ძალა, არავის არ გაანდოთ. თვით ფსიქოლოგსაც არ გაანდოთ. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გაანდობთ თქვენი პირიდან გამოვა, ვინ არის ეს ადამიანი, მაშინვე იწყებს ბოროტი ძალა ამის დარღვევას, მაშინვე ირღვევა და მერე ირღვევა მთლიანად, აბსოლუტურად ბალანსი ირღვევა, ხდებით? სამყაროს მასშტაბით ირღვევა ბალანსი. მე თავს კარგად გრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის ბრძოლები არსებობს, კარგად გრძნობ, გვანცა თავს, კარგად, მადლობა. ხო და მე რა მინდა გითხრათ, როგორც კი ჩვენ გავაწონასწორებთ ჩვენს თავს, აი ამ აუცილებელი არის სიყვარულის ქონა რა. თუ თქვენ არ გყავთ პიროვნება, რომლისგანაც მოდის ეს ენერგია, რომელსაც სიყვარული და მიჯნურობა ქვია, თქვენ ვერ შეძლებთ ბევრ ამეს ხალხო. აი 10-ჯერ უფრო მეტს შეძლებს ადამიანი, როდესაც ის ადამიანი ყავს ნაპოლეონი. აი გაიხსენეთ რა, ნაპოლეონს ყავდა ჟოზეფინა, ხო? და რამხელა რაღაცეები შეაძლებინა, გაგიჟდა ის კაცი, საერთოდ იმხელა ენერგიები გააღვიძა მასში. და ეს ტყუილი არ არის ეს. მოძებნეთ ის ადამიანები, ვისგანაც მოდის ეს ენერგია, ენერგოვამპირივით კი არ გამოსცალოთ მხოლოდ ამ ადამიანს ის ენერგია, არამედ თქვენს დაუბრუნეთ ხოლმე მას ეს ენერგია უხილავში და გამოუთქმელში. ანუ არ არის აუცილებლად ეხლა მიხვიდეთ იმ ადამიანთან და აუხსნათ სიყვარული და უთხრათ რომ მე შენ მიყვარხარ და შეერთდეთ ფიზიკურ სხეულში, ჯერ ასტრალურში შეერთდით, გესმის? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვერთდებით ერთად, ვერთიანდებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენ, ჩვენ, მე, სხვა იმას, ვინც თქვათ, ვისგანაც ეს ენერგია დავიჭირე, ხო? მას ოჯახი ყავდეს, ან თქვენ ოჯახი ყავდეთ და ამის შეერთება არ ხდებოდეს, ასტრალურში იწყება შეერთება, ხდებით? ასტრალური გაერთიანება ხდება. ასტრალურში როგორც გონებრივ, აი ასტრალური რას ნიშნავს, ნახეთ? როდესაც თქვენს გონებაში გადახარშავთ იმას, რომ აუცილებელი არ არის, ეხლა მე ფიზიკურად იმ ადამიანთან ვიყო, აუცილებელი არ არის, რომ მინდოდეს ეს სურვილი, რომ ის ადამიანი ჩემს გვერდით იყოს და მე მასთან ვიყო, არამედ მე უკვე ბედნიერი ვარ იმ ადამიანთან შეხვედრით, რომ მე დამანახა ღმერთმა, რომ არსებობს ეს ადამიანი და ეს ადამიანი მაძლევს მე ძალას და მე ასევე ვაძლევ მას ძალას რა. აქედან უკვე იწყება ასტრალური ბრძოლის გამარჯვება და ასტრალური ბრძოლის გამარჯვების დროს თქვენ ფიზიკურში ნახავთ როგორ გაგიადვილდებათ ამ ბრძოლების მოგება. თუნდაც აი ახლა მაგალითი ავიღოთ საქართველოში არის უძლიერესი ომი რა, აქ არის ომი აღიარებაზე. ომი არის აღიარებაზე და ყველა ძალა არის გააქტიურებული, რომ ყველა ძალას უნდა აღიარება. არის ეს ქოცი ნაცი, უბრალოდ ეროვნული, უბრალოდ ადამიანური თუ სრულიად ქაოსია. ანუ სრულიად ქაოსიდან გამოკვეთა არის ახლა საჭირო იმისათვის, რომ რომელი ძალა არის მამოქმედებელი ძალა, რომელიც ენერგიას მოგცემს და არა პირიქით წაიღებს, ხდებით? აქედან გამომდინარე შიმშილის დროს რა ხდება? აი, ეს ყველაფერი ერთმანეთშია კავშირში, მეგობრებო. რაც შენში ლაგდება, ის ლაგდება გარეთაც რა. ამიტომ თუ შენ შიმშილობ, გამარჯობა პლატონ, დილამშვიდობი, თუ შენ შიმშილობ და შენს ორგანიზმში იწყება დიდი ქაოსი, აი ახლა როგორც ვხედავთ რა ქაოსით საქართველოშია, არის მის რა ქაოსით საქართველოშია, თუ ის იწყება შენს ორგანიზმში და შენს ორგანიზმში იწყება უკვე გადალაგება იმ ენერგიებისა, რომელი ენერგიებით შენ გაძლევს ძალას და კი არ გაცლის,
ყველაზე დიდი სისუსტე ადამიანის ჯანმრთელობაში არის ენერგიის არ ქონა. სადაც ენერგია არ არის, იქ იწყება ავადმყოფობა. აქედან გამომდინარე, ყველგან ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ორგანიზმი, რომ ყველგან იყოს ენერგია. არსებობენ ადამიანების კატეგორია, რომელიც ფიზიკურ შიმშილს ვერ იტანენ და ამიტომ ყველასთვის რეკომენდირებული არ არის შიმშილი. ეს ყველამ ინტუიციურად უნდა მიხვდეს თვითონ რა. მე მაგალითად ჩემი ორგანიზმი მოითხოვს შიმშილს და ამტანია ჩემი ორგანიზმი მენტალურად. ვინც მენტალურად ამტანი არ არის, ის გაანადგურებს თავის თავს, ნუ დაიწყებს ის შიმშილს. აქ იწყებენ მხოლოდ ის მეომრები შიმშილს, რომლებსაც შეუძლიათ შიმშილი მენტალურად. რომლებსაც აქვს ეს რესურსები დანათლებული ღმერთისგან, რომ შენ შეგიძლია, შენ ხარ ამაში კარგი და შენ აი ამ ხრივ შეგიძლია ბრძოლა სამყაროს პოზიტიური ენერგიების გამარჯვებაში. როდესაც შიმშილში შენ უკვე ამარცხებ ამა თუ იმ ავადმყოფობას, გარე სამყაროშიც ესა თუ ის ავადმყოფობა მარცხდება. ანუ ენერგია იქმნება, წარმოიქმნება ენერგია, სადაც უკვე პოზიტიური ნერგები ამოდის, ნუ ხეები ამოდის, რომ აქ უკვე ჰემატრიულ საკითხებს ვეხებით და იქ ის შორს წაგუყვანს, მაგრამ აი ჰე მერვე რომელიც ჩვენ წაგვართვეს, ჩვენ დავირბურ, აგერ 8 ადამიანი მიყურებს ისე დაემთხვა. ჩვენ ჰე მერვე დაბრუნებული გვაქვს უკვე რა, ჩვენ დავიბრუნეთ ჰე მერვე. ჰემერვეს დაბრუნება არის იმ ხის აღდგენა, რომელიც არის გენეტიკურად უმნიშვნელოვანესი რა. ჩვენს გენში, ქართულ გენში არის ეს ჰემერვე, რომელიც არის აი მუხასავით, ძლიერი ხეა, ძლიერი ხე, რომელსაც ამდენი ხანი ცდილობდნენ რომ გაენადგურებინათ და გაეკაფათ და დაეჭრათ და მოეჭრათ, მაგრამ ეს ჰემერვე აღმოცენდა ისე და ამ ჰემერვის აღმოცენების შემთხვევაში, აი ხლა ნახავთ თქვენ ქართველები სრულიად, ანუ როგორ ჭეშმარიტი ქართველები რა, აქ არ მაქვს მე გადაკეთებულ გვარებიანებზე საკითხი. აქ არის ჭეშმარიტი ქართველები აღმოცენდებიან ისევ. აი ნახავთ თქვენ როგორ მალე მოხდება ეს ყველაფერი რა. და ჩვენ ქართველები ისევ ერთ ხეს ერთი ხე წარმოიქმნება უცბად თავისი ფესვებით და ფოთლებით. გაყვავდება ეს ხე და ენოქს აქვს 8 ხეზე საუბარი, 8 ხეზე საუბარი, თუ 7 ხეზე, აი ზუსტად აღარ 8 თუ 7. მე მგონი 7 ხეზე აქვს საუბარი, რომელიც არ კვდება. მუდამ ესე იგი ზამთარ ზაფხულ ყვავის, გესმის? აი ეს 7 ხე გვაქვს ჩვენ საპოვი, კარგი სურნელი არის ამ ხის. ეს ხეები აფრქვევენ ძალიან ლამაზ სურნელებას, აი იმ ადგილებში, სადაც ჰენოქს ატარებენ და ანახებენ. ეს ხეები გვაქვს ჩვენ აღმოსაცენებელი რა. ერთ-ერთი ხე უკვე აღმოცენებულია და მე მგონი 8-ვე აღმოცენებულია, მაგრამ ჩვენ გასაძლიერებელი გვაქვს ეს ხეები რა და ესეც მოხდება. ეს უკვე დაწყებულია პროცესი და მოხდება და აქედან გამომდინარე ყველა ის ქართველი ახლა ვინც მიყურებს მე, ჩვენ ერთი ვართ და თქვენ თუ არ შიმშილობთ, თქვენ მაძლიერებთ მე სხვანაირად, მე გაძლიერებთ თქვენ სხვანაირად, ყველა სხვადასხვა ისენი აქვს, ნიჭები აქვს რა და ყველა ის თავისი ნიჭი უნდა გამოიყენოს. აქამდე გქონდათ დათესილი ასეთი რამ, ნახეთ, კონკურენცია. შემოაგდეს ეს საზიზღარი ვირუსია, კონკურენციის აზრია ეს რა, ერთ-ერთი ვირუს აზრი არის, რომელიც ადამიანს კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. ეს სკოლიდან იბადება თესენ ამ აზრს, ამ საზიზღარ აზრს, რომ კონკურენტები ვართ, ჩვენ ერთმანეთის გვასწავლიან, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არასდროს არ ვართ, იმიტომ რომ სამყარო ისე აწყობს, რომ ყველას თავის ნიჭს აძლევს რა. ყველას თავისი პოზიცია აქვს. აი გაიხსენეთ ფუტკრების სკა, როგორ იქნება ფუტკრები. ყველას თავისი პოზიცია, ყველა აკეთებს თავის საქმეს. იქ ერთია დედოფალი და ყველას დედოფლობა კი არ უნდა. იმათმა იციან, რომ ერთი არის დედოფალი და ეს დედოფალი არის მათი მამოძრავებელი ძალა. თუ დედოფალი არ ყავთ მათ, ხომ? ისინი არ იარსებებენ, იშლებიან ყველანი და ეძებენ სხვა ტომებს, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ. ახალს აშენებენ, მაგრამ დედოფალი თუ არ ყავთ, უნდა ყავთ. დედოფალი აშენებენ.
ხო და თუ არ ყავთ სხვებს უერთდებიან. Ara, die bilden eine neue Königin. Wenn keine Königin mehr da ist, bildet der Schwarm eine neue Königin. ხო, ნუ ახალ წარმოქმნისონა, მაგრამ მე ვიცი რომ ბაბუაშენს ბევრი დაეშალა ეგრე, რომ აღარ დედოფალი მოპარეს და ეს ყველა დაიშალა რა, ყველა სკები დაიშალა. ამიტომ იცოდეთ რა, ფუტკარი არის ჩვენი მასწავლებელი რა, მაგ მხრივ. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ და ერთმანეთს დავჭამთ, ერთმანეთს გავანადგურებთ რა. და თუ ჩვენ ფუტკრების იმას არ მივყვებით ხო სქემას, ხო ჩვენ ვართ აგრესიულები. თუ ფუტკრების სქემას მივყვებით, ჩვენ უკვე პოზიტივში გადავდივართ და ვართ როგორც ფუტკარია უვნებელი, სანამ არ მოკიდებ ხელს, არ გიჩხრი, არ მოიკლავს თავს თვითონაც და ნექტარს არ დაკარგავს, მანამდე არის უვნებელი რა და პირდაპირ წარმოქმნის სამკურნალო იმას თავს, სამკურნალო სითხი არის თუ საჭმელი არის თუ რაც არის წარმოქმნის თავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ მართლა დავიჯერეთ იმ ევროპული თუ იმ სხვა რუსული თუ სხვა გარე სამყაროს ის მოსაზრებები, რომ ჩვენ სკოლაში რო გვასწავლიან კონკურენტები ვართ, აი ის კარგად სწავლობს, ის ვერ სწავლობს კარგად. ყველა ადამიანს აქვს თავისი მონაცემი. თუ კარგად ვერ სწავლობს, ის სხვა რამეში არის დაჯილდოვებული, გესმით? ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის კარგად სწავლა, ვისაც შეუძლია, იმას ვისაც ვერ შეუძლია, იმას ზემოდან გადმოხედონ, ცდებიან და ეს კონკურენციას წარმოქმნის. ამიტომ ჩვენ სიყვარულის ძალა არის ის, რომ სუსტებს დავეხმაროთ, გესმის? თუ სუსტის მიმართ დახმარების სურვილი არ გაგაჩნია, შენ ქართული სისხლი არ გაქვს. ქართველს ყოველთვის აქვს სუსტის მიმართ დახმარების მოთხოვნილება. ყოველთვის ეხმარება სუსტს. თუ შენ სუსტს არ ეხმარები, ესე იგი შენ ბოროტი, ანუ რაღაც სხვა მიმართ ამოგაცალეს ეგ შენი გენეტიკური დადებითი კოდი და გადაგრთეს. ეხლა განსაკუთრებით ეს აცრილები საერთოდ გონძო ვეღარ მოდიან, რა უნდა გააკეთონ. ინტუიცია გაუთიშეს მაგათ, გესმის? აცრილებს გაუთიშეს ინტუიცია. ამიტომ დავიბრუნოთ ინტუიცია, დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს არის ერთმანეთის დახმარება. მე მახსოვს სულ თავიდან რომ დავიწყე საუბარი, ძალიან ბევრი ნეგატივი წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ რა, ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე აი ამ ნეგატივის გაბალანსება, რომ ახსნით მდგომარეობაში, ნუ რა გინდა ჩემგან, აი რატომ ერჩი, ხო? რამეს ყوار ვამბობ ისეთ ცუდს. ზოგი გამოვიდა იმ ნეგატიური ენერგიიდან, ზოგი ისევ იმ ნეგატიურ ენერგიაში დარჩა და ეხლა ეს ვინც ნეგატიურ ენერგიაში დარჩა, მის წინააღმდეგ უკვე მე ვიყედებ მხოლოდ ერთ რამეს დაბლოკვას, მე ვბლოკავ იმას, შანსი აღარ არის, იმიტომ რომ მაგის დრო აღარ არის, რომ ჩვენ ვიღაცეები გამოვიყვანოთ ნეგატიური ენერგიებიდან. ეხლა არის დრო, როცა უკვე ყველა პოზიტიურ ენერგიაში გადასული ადამიანი შეიკრიბოს და დაიწყოს ახალი ქმედება რა. ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა მე დაგემშვიდობებით აი ამ განცხადებით, რომ ყველა ქართველი შეიკრიბება, ყველა პოზიტიური ადამიანი, რომელშიც დარჩენილია ქართული სისხლი შეიკრიბება და ეს ბრძოლა იქნება დაახლოებით, აი, რატო ვადარებ ხოლმე იცი დიდგორის ბრძოლას, იმიტომ რომ დიდგორის ბრძოლის დროს ერთი ადამიანი ებრძოლებოდა 1000. აი ამიტომ რა, ამიტომ 1000-ზე იყო მაშინ, თუ უფრო მეცი არა, თუ არ ვცდები. ამიტომ გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენ ხართ ზუსტად ის მებრძოლი, რომელიც ებრძოლება 1000 ჯოჯოს, 1000 ქაჯს და იცოდეთ, რომ მოგიწევთ ასევე თქვენიანების დაცვა, სიტყვიერი, ეს არის ხმა ალის, სიტყვიერი დაცვა მოგიწევთ და ნუ შეგეშინებათ მაგის, იმიტომ რომ 2-3 წელია უკვე სიტყვიერად ვიბრძვიან და სიტყვიერად ვიცავ ხმას, ალისას, ანუ ღმერთის ხმას და ასე რომ ჩვენ ერთმანეთს დავიცავთ და ერთმანეთს გავაძლიერებთ. დროებით მეგობრებო, არ ვიცი ამ 4 დღის განმავლობაში შემოგიერთდებით თუ არ შემოგიერთდებით, ყოველ შემთხვევაში ვეცდები რომ ნაკლებად ენერგია წაიღოს ამ ვირტუალურ სამყარომ. ხო, ბლადონ, არა, ყურადღება
უკვე მისაქცევი როცა იყო მივაქციე და ეხლა სხვანაირი ჩართვებია საჭირო. ყურადღება არ მიაქციო. ხო და ამიტომ მეგობრებო ამ 4 დღის განმავლობაში ვეცდები რომ ნაკლებად ჩავწერო ვიდეოები, იმიტომ რომ ამას დიდი ენერგია მეაქვს და თავისთავად შიმშილს რო აცხადებ, იქ უკვე სხვა ენერგიები ერთვებიან, იმიტომ რომ შიმშილი აბსოლუტურად ყველა ბოროტ ენერგიას ანგრევს და ისინი ცდილობენ რომ თავისთავი დაიცვან და აი თავისთავის დაცვის გააქტიურების შემთხვევაში მე უფრო მირთულდება ხოლმე მათი განადგურება რა ბოროტი ენერგიის. აქედან გამომდინარე მიუხედავად მაგისა, მაინც საჭიროა რომ ჩვენ ერთმანეთი გავაძლიეროთ და მე გითხრათ თუ რა ეტაპზე ვდგავართ, ახლა შიმშილობის ეტაპზე ვდგავართ თუ მოქმედების ეტაპზე. შიმშილობა ყოველთვის მოქმედების ეტაპია. ეხლა მე დაგემშვიდობებით და აბა თქვენს გაძლიერებას გისურვებთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ეს ენერგია გვაქვს და გვაძლევს ჩვენ ღმერთი ამ ენერგიას, რომელი ენერგიაც ჩვენ ყველა ბოროტ ზალაზე გაგვამარჯვენებს რა. და აბა თქვენ იცით. გაკოცეთ.